თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა ახალ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები საყოფაცხოვრებო პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. უბანში, სადაც 10 კორპუსში 320 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყალი 4 დღეა არ მიეწოდებათ. მოუწესრიგებელია საკანალიზაციო მილები. გვაქვს წყლის პრობლემები. ჩვენთან კანალიზაცია არ მუშაობს. 4 დღეა ხალხი მთელი 320 ოჯახი დარბის წვიმის წყლის ასაღებად. აგერ სამეზობლოში კიდო ყველანი არ გვაძლევს წყალს. იმას ქენითო თვითონ თქვენ იმას მიმართეთო. და გაჭირებაა წყლის პრობლემა. ძალიან წვრილი კანალიზაციის წრუბები გადის, ეს 320 ოჯახი არ ეყოფა და არის ამის პრობლემა. რაც შემოვედით, იმის შემდეგ ამის პრობლემაა აქ. 320 ოჯახი დადის მოსახლეობაში, ხან იმის წვიმის წყალს, იმის ჯორობის წყალს ვაგროვებ და გადავიდა ხალხი ოჯახებში ის იმ ხალხს მატორი წერს და ისინი ახლა კი უარს არ იტყვიან, მაგრამ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვაგდებენ ჩვენს და თვითონ ასასეთი მაშინია. ძალიან თხოვნა გვექნება და მთხოვნელი ვართ, რომ მოგხედონ ყურადღება მოგვაქციოთ, უკიდურეს პირობებში ვართ. მე-4 დღეა და სამმართველოს წარმომადგენელი ერთი კაციშვილი არ მოსულა, აბა რა გიჭით და რა გვატყუებენ დღეს ხვალ. რა არის ბოლო-ბოლო ისაა ჩვენი სამსახურო სამმართველოს უფროსია, ხო უნდა მოვიდეს ხალხს ხო დაურეკეთ და არ ჩამოვა, არც ერთი არ მოვიდა. ჩვენ მე დაურეკე, მაგრამ ჩილიაჩევას დაურეკეს ზუსტად, მაგრამ არ მოსვათ გააჩერეთო ხალხი 1 საათნახევარია და მოაქვენო თბილისიდან და ჯერ არ შემოაღწია მე-4 დღეა და არ მოაღწია ამან ჩვენთან. 4 დღეა დევნილები სასმელ წყალს მეზობელი ქუჩიდან ეზიდებიან. ამ ხნის მანძილზე კი მათთან, როგორც ამბობენ, პრობლემის მოსაგვარებლად არავინ მისულა. ოდიში აჭარისა და სამეგრელოს ზემოსვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროს მანუჩარ ჩილაჩავას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ პრობლემის შესახების საქმის კურსია და წყლის მიწოდება დევნილებს საღამოს საათებში აღუდგება. თუმცა აქ მისულებს სხვა უამრავი პრობლემა დაგვხვდა. ახალშესახლებულებს კედლები თავზე ენგრევათ, ბათქაში ცვივა და იბზარება, ჭერიდან წყალი ჟონავს. რამდენიმე კორპუსში გაზის გამათბობელი იმდენად ძველი და ჟანგიანია, რომ ფაქტიურად მისი გამოყენება შეუძლებელია. როგორც დევნილები ამბობენ, თავიანთი პრობლემების შესახებ არაერთხელ მიმართეს მინისტრსაც, თუმცა უშედეგოდ. აქ ჩასახლებულები აცხადებენ, რომ ბინები უხარისხოდ და ნაჩქარევად დააშენებული და სულ ცოტა ხანში მათ ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევთ. ცნობისათვის თაბუკაშვილის ქუჩაზე 320 დევნილ ოჯახს ბინა 2015 წლის მარტში ყოლუთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.